საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები წყალტუბოს სპორტის სასახლეში გადის ვარჯიშებს. Sportlives Maria Muselienთან ერთად ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები Sportlives გადამხდარი ჯგუფი წყალტუბოში სასტუმრო პლაზაში სადაც ერთად ნახავთ თუ როგორ ცხოვრობს საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები დატრიალურ რეჟიმის მიუხედავად. მინდა ყოველთვის დავიწყოთ იქიდან რომ ძალიან მეგობრული ოჯახი არის იმის ვისწავლოთ თქვენი მეგობრობით არის ერთ-ერთი სპორტი, სადაც ყველაზე მეგობრული ურთიერთობა არის და დიდი მეგობრობა, რომელიც ხელს იწყობს თვითონ როგორც სპორტის წინსვლაში, ასევე ერთმანეთთან ურთიერთობაში შესწავლის შესახებ. ყველას მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ მივიწვიეთ თქვენთან. ზოგადად ძიუდოზე იმას ვილაპარაკებ, რომ ეს წლევანდელი წელი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მინდა რომ ბევრი წარმატებას მივაღწიო იმის მხრივ, რომ ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ესეთ მწვრთნელებთან, ესეთ ნაკრებთან ერთად მოვხვდი, მით უმეტეს ჩემთვის ბოლო წელია და მომავალ წლებში გადავდივარ. და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ვარ ესეთ ადამიანებთან ერთად, რომელსაც მაგაცობა, მეგობრობა და ყველანაირი შეიძლება. ადამიანები, რომლებიც მიმაჩნიან ჩემ მეგობრებათაც მაგაცებას. დიდი ხანია, რაც ძიუდოში ხარ? დიდი ხანია, 13 წლიდან ჩემი სურვილით შევედი ძიუდოში. ჩემი სურვილით შევედი და 15 წლიდან უკვე მივაღწიე ისეთ შედეგს, რომ შეიძლება გაიხსენო კონკრეტულად პირველი წარმატება, ანუ დიდი წარმატება იყო ჩემი საქართველოს ჩემპიონატი, როცა მოვიგე 2011 წელს, სადაც პირველი ადგილი დავიკავე, ჭაბუკებში ვიყავი მაშინ, შემდეგ მოვიგე ანტალიის თასი, საკმაოდ წარმატებული შეჯიბრი იყო, ხოლო შემდეგ იყო ევროპა, სადაც მეორე ადგილი ავიღე და 2011-ის თურქეთის ოლიმპიური თამაშები, მოგიხსენებათ, ახლა 2015-ში იმართება იგივე ტიპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, სადაც მესამე ადგილი ავიღე. და ახლა რომელიც მეგობრებს სასაკობრივი არის. ეს არის სასაკობრივი, დიახ, იჭდავენ 16-17 წლის ბავშვები. ჩვენ ვერ ვიჭდავთ. ჩვენ ვართ უკვე ანუ ახალგაზრდებში და გადავდივართ. ჩვენ მოვიპოვოთ ის ქულები დიდებში, რომ ვიჭდავთ ან რიო დე ჟანეირო, ან 2020 წლის ოლიმპიადა. რა შეგიძლიათ წინასწარ პროგნოზი გააკეთოთ? წინასწარ პროგნოზი. და რას ეტყვით ჩვენს გულშემატკივრებს და რა იმედები გაქვს ამასთან დაკავშირებით? ზოგადად ძიუდოში ძალიან დიდი იმედები მაქვს და მე ასე მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით ვარ სტუდენტიც, მაგრამ მე ჩემი პროფესია მიმაჩნია ძიუდო და ცხოვრების ბოლომდე ალბათ ესე იქნება. ძიუდო არის ჩემი ცხოვრების მომავალი, რომელსაც უნდა მომიწყოს ხელი ყველაფერში. ზოგადად რა ვიგებთ ძიუდო ანუ განსაზღვრული არ მაქვს პირველ რიგში რო გითხრათ, რომ 2016 წლის ოლიმპიადას ვიჭიდავ, მაგრამ 2020-ში აუცილებლად გვიგვიდებით და ეს ალბათ მართლაც ყველაფერი იქნება, რომ 2020 წლის ოლიმპიადას მე ვიჭიდავ. ეხლა შეკრებებს გადიხართ წყალტუბოში. კი ბატონო. ძალიან დატვირთულია, ყველა მხრივ დატვირთულია, ქონდა ფიზიკური შეკრება ბაკურიანში, ბორჯომში, ძალიან ბევრი შეკრებები გვიწევს კიდევ მომავალში. იქნება დატამის სბორი, იქნება ფიზიკური სბორი და გვექნება ტურნირები, ანუ ამის ვემზადებით ჯერჯერობით რომ მოვიპოვოთ ის ქულები, რომელიმე ჩვენგანმა საქართველოს სახელი გაიტაროს ევროპას და მსოფლიოს. თითქმის ძალიან დიდი დროს ვთქვით სპორტზე. როგორ ახერხებთ ეს მეგობრებთან და ოჯახთან? ანუ ყველაფერი დაკავშირებული არის ძიუდოსთან არის დაკავშირებული ჯერჯერობით სიმართლეს გითხრით, ჩემ ოჯახთან, ჩემ მეგობრებთან, ზოგადად ალბათ საჭიროა ეს და არც პრობლემა ამაზე გუნდა, იმიტომ რომ მისახსებს მივახცევ და იმას ვერ ვიფიქრებ, მაგრამ ყველაზე მეტად ერთს გეტყვით, რომ იმათი ხათრით, იმათი მოგონები ყველაფერს. Das war sogar wie Rebechi. ამ ყოველთვის პროცესში ინტერაქტიული. აპოლონის ფონზე სპორტი მაინც მეხმარება იმაში, რომ
ვისწავლო უნივერსიტეტში რაოთაში ყველანაირად რომ ახლა სპორტსმენების წარმატებული და ყველაფერში ყველანაირად შეცდომენ და რა ვიცი ჯერჯერობით ყოფილიყო ძიუდოს სანამ შეძლებს ხომისურუნდე ალბათ გავაგრძელებ ну დაახლოებით 30 წლამდე მაინც უნდა ვივარჩიოთ ძიუდოში სანამ შედეგს არ დავდებ ხოლო შემდეგ კი ცოტა აქტიურ სპორტში ხარ გეხმარება ხო რა ტექნიკურადაც ყველანაირად ანუ ფიზიკურადაც ტექნიკურადაც ყველანაირად სხვანაირი ვარ ბევრ რამეში მეხმარება ყველაზე მეტად მეხმარება იმაში რომ კარგად ვაზრობ როცა ვჭიდაობ და ეს ჩემთვის ყველაზე კარგია და რა ვიცი ყველაზე კარგი ის არის რომ ჩემს ცხოვრების მომავალად მიმოჩნია ახლა მომავალს ჯერჯერობით ახლა ტურნირები იქნება ივლისში და აგვისტოში და შემდეგ იქნება ევროპა და მსოფლიო ალბათ მსგავსად მოდეც მომწონს ძიუდოს ეს ყოფილი კი წარმატებას და კითხვის ნიშნებს აღარ და ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს როგორ ფიქრობთ ეს მხოლოდ ბიჭების მომთმებაზე არის დამოკიდებული თუ კიდევ რაიმეს უკავშირდება მათი ისეთი წარმატება რა თქმა უნდა უკავშირდება და სამწუხაროდ ამ ბოლოს არავინ არ ამოხილებს ყურადღებას თვითონ ფედერაციის მუშაობასთან აქტიურად უკვე მესამე წელია ძიუდოში საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო გუნდი ამდენ ნომინაციაში იმარჯვებს და სამწუხაროდ რომ ფედერაცია რაღაც და რაღაცა თუ ვიღაცის მიზეზების დაგამო რატომღაც ამახვილდება ყურადღება და ფაქტიურად მოდის პირველი ფუძე იწყება იქიდან რა თქმა უნდა რა ის უშუალო ურთიერთობა მაგალითად რაც ფედერაციის პრეზიდენტს აქვს თვითონ ნებისმიერ მწვრთნელებზე აღარ ამოხლაპარაკი როგორც სპორტსმენებთან ის ნებისმიერი ხელშეწყობა რაც არის ასე შემდეგ ეს იქიდან წამოსული დადებითი მუხტი არის დადებითთან ერთად ის ყველაფერი თუნდაც ფინანსური მხარე თუ ასე შემდეგ აი იქიდან დაწყებული მე რა თქმა უნდა აგერ რაც ყველაზე მთავარი არის ისეთი შეკრული გუნდი გამომდინარე იქიდან თვითონ სამშობლო შტაბი ჩვენი ძალიან ისეთი მეგობრულია მე მეგობრობასთან ერთად თვითონ ძალიან მონდომებულია და ფაქტიურად მთელ ენერგიას ხარჯავს ყოველდღიურ ამ შრომაში რასაც შემდეგ ჩვენ ვახარებს ის შედეგები რაც დიდი პოზიციების და ტურნირების ეკო. როგორ ფიქრობთ ეს მხოლოდ პრესისა და ტელევიზიის გამო არის ეს რომ ამ ყურადღებას არ ამახვილებენ ან გაშუქებას ამათამდის ისმაილ. ეხლა ვიმყოფებით წყალტუბოში, მომდინარეობს შეკრებები და როგორც ვიცით, ძალიან დატვირთულები არიან. სამომავლობები რა გაქვთ რისთვის ემზადებით კონკრეტული რაიმე ტურნირი თუ გაქვთ დაგეგმილი? ჩვენთვის ახლა სიახლე არის წლევანდელი წელი გამომდინარე იქიდან რომ ჭაბუკები და ახალგაზრდული ნაკრები ვართ გაერთიანებული ყველა შეკრებას გავდივართ ერთობლივად ეს გაერთიანება სიახლე რა თქმა უნდა შემოვიტანეთ ის სიახლე რა ახალი რეფორმები ახალი დანერგილის რაც ფაქტიურად ყველა წამყვანი თუნდაც ახალგაზრდა როგორც წამყვანი ნაკრებები კიდაც იაპონია საფრანგეთი ფაქტიურად იგივე საკეთები ეს კარგია იქიდან გამომდინარე რომ ის ჭაბუკი იზრდება ახალგაზრდასთან ერთად ვისაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს გამომდინარე აქედან ეს მეტ გამოცდილებას იღებს შემდეგ ადაპტირება აღარ უჭირს ახალგაზრდებში გადასვლა მე ერთიანობაში უკვე დიდი ნაკრები გამოდის სხვა შეკრებაზე ვართ 30 კაცი უკვე 60 კაცი ვართ სპარი პარტნიორებიც უფრო მეტი და ასე შემდეგ გადიხართ ახლა შეკრებას ამჟამად ამ შეკრებაზე მყოფების 71 კაცი რაიმე სიახლეები ხომ არ გაქვთ დაცვლილებები წონებთან დაკავშირებით? სიახლეები გვაქვს რა თქმა უნდა ეს ისეთი ასაკია რომ ფაქტიურად ყოველ წელიწადს სპორტსმენი ის ახალგაზრდა სპორტსმენი მით უმეტეს ჭაბუკის სპორტსმენი სიმაღლეში იზრდება და აქედან გამომდინარე წონაც ძალიან ისეთ ხშირად უწევთ შეცვლა ну წეგან დამოვიწყდა რომ მეთქვა თქვენს კითხეთ ვემზადებით ახლა ფაქტიურად მოგეხსენებათ რომ ოლიმპიური დღეები ოლიმპიური თამაშებია ჭაბუკებს შორის თბილისში ჭაბუკებში ძირითადი აქცენტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას ძიუდოში სრული გუნდით წავსდგებით როგორი წინასწარი პროგნოზით შეგიძლიათ რა წინასწარი პროგნოზი საკმაოდ კაი შედეგს ველოდებით და კი საკმაოდ კაი შედეგს ველოდებით ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის მოეთესყალობით არც ერთ სპორტსმენი ისეთი განსაკუთრებული რაღაცა ტრავმა არ აწუხებს
ვფიქრობ, რომ ის ლოზუნგი რაც ოლიმპიურ კომიტეტს აქვს უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, გვინდა ეს გავამართლოთ. წინა ოლიმპიადაზე ჩვენ საკმაოდ ისეთი ძალიან კაი შედეგი ჰქონდა, 3 ოქრო ავიღეთ. რაც ამ შედეგს გამომჯობესეთ, რისიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს. მგონი რომ ძალიან მაგარი შედეგი იქნება. თქვენ ახლა უბრუნდება ფორმას მცირეწლოვანი კატეგორიის წარმომადგენელი გურამ თუშიშვილი. მასაც ტრამვა ჰქონდა მიღებული და მის შესახებ გურამ თუშიშვილი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა არის. ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია, ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი. ახალგაზრდა იყო, როცა დიდები საქართველოს ჩემპიონი გახდა, საკმაოდ კაი ტემპებით მიდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ ხელის ტრავმა შეუშალა, რაც ძალიან ისეთი მძიმე ტრავმა ჰქონდა, შეუშალა ხელი. და გამომდინარე აქედან ის რაღაცა პატარა პაუზა გამოვიდა, მაგრამ ეხლა უკვე კარგად მიდის ეს რეაბილიტაციის პერიოდი, ვარჯიშებითაც უკვე კარგად ვარჯიშობს და იმედი გვაქვს, რომ წელს ჯერ კიდევ ახალგაზრდებშია, წელს აუცილებლად საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ეს ის თაობაა, რომლისთვისაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ერთეულად მიღწევას სამშობლოს დროშისთვის. როდესაც ადამიანს აქვს სურვილი მისწრაფება საკუთარი შესაძლებლობის შექმნის უნარი, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია. ზოგადად ასეთები არიან საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები.